თუ სხვა ქვეყანაში წყალში მხოლოდ დელფინები და თევზები ცურავენ, საქართველოში ძლიერი წვიმის დროს ცურვა შინაურ პირუტყვსაც უწევს. ეს კადრები გუშინ წყალტუბოშია გადაღებული. უხმა ნალექმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სერიოზული პრობლემები გააჩინა. დაიტყორა საცხოვრებელი ეზოების სახლების სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელში სანიაღვრე სისტემა ვეღარ გაუმკლავდა წყლის ძლიერ მასას, ადიდებულ მასას, რამაც დატბორა გზები და ეზოები. რთული ვითარება იყო სამეგრელოშიც, განსაკუთრებით დაზარალდა ჯიხაშკარი, სადაც ნალექმა ცენტრალური და შიდა საუბნო გზები მთლიანად დაფარა, სასოფლო-სამეურნეო მიწები დაიტბორა. გადაადგილება რამდენიმე მიმართულებით გახდა შეუძლებელი. ჯიხაშკარ და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდებაც იყო შეწყვეტილი. მოსახლეობის ნაწილი საათების განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. გურიაშიც პრობლემები შექმნა ძლიერმა წვიმამ და ქარმა. მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე სოფელში დაფიქსირდა მეწყრული პროცესების საფრთხე და ადგილობრივი გზები დაზიანდა. ადგილობრივები სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ ინფორმაციას დატბორილი გზებისა და ეზოების შესახებ. ინფრასტრუქტურა იყო უკიდურესად დაზიანებული ამ რეგიონში. რაც შეეხება შიდა ქართლს, ვერც ეს რეგიონი გადაურჩა, ასე ვთქვათ, ძლიერ ნალექს. მდინარეების მატება აქაც დაფიქსირდა, განსაკუთრებით პრობლემური იყო მტკვრის აუზის მიმდებარე ტერიტორიები. გზებზე დაგროვებულმა წყალმა და ღვარცობმა გადაადგილება შეაფერხა. მოსახლეობა სოციალურ ქსელში აქვეყნებდა ვიდეოებს, სადაც ჩანდა ადიდებული მდინარეები და დატბორილი გზები. სტიქიის გამო სხვადასხვა რეგიონში მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, მუნიციპალური ტექნიკა და ადგილობრივი სამაშველო ჯგუფები. სპეციალისტების შეფასებით მსგავსი ინტენსიური ნალექები, განსაკუთრებით საშიშია ხოლმე მაისის ბოლოს, ეს მოულოდნელობა და ახალი არავისთვის არ უნდა ყოფილიყო. სპეციალისტების შეფასებით ქვეყანა, რომლის ხელისუფლებაც მუდმივად ეკონომიკურ ზრდით იწონებს თავს და განვითარებაზე საუბრობს, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გველაპარაკება, ყოველი ძლიერი წვიმის დროს ასეთ კრიზისულ მდგომარეობაში არ უნდა ვარდებოდეს. მათი თქმით, როდესაც რამდენიმე საათიანი ნალექიც კი იწვევს გზების დატბორვას, სოფლების მოწყვეტას, ელექტროენერგიის გათიშვას და ინფრასტრუქტურის პარალიზებას, ფაქტობრივად ეს უკვე სტიქია აღარ გახლავთ. ეს ინფრასტრუქტურული და სისტემური მოუმზადებლობის პრობლემაზე მიუთითებს.